რას მოიცავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც 1 ივლისს ამოქმედება და რა სიახლეებს ითვალისწინებს პროგრამის მეორე ეტაპი, ნახეთ ხათუნა ჩანგსელიანის სიუჟეტში. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი 1 ივლისიდან ამოქმედება. პროგრამა 6-დან 60 წლის ჩათვლით ყველა იმ მოქალაქეს მოემსახურება, ვისაც დღემდე არანაირი დაზღვევით არ უსარგებლიათ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს მიერ განხორციელებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვალს ამოქმედდა. 1 ივლისიდან ჯანდაცვის პაკეტს სიახლეები ემატება. გეგმიური ამბულატორიული მომსახურება, სტაციონალური ქირურგიული და ონკოლოგიური მკურნალობა, მშობიარობა, ინტენსიური თერაპია და სპეციალისტთა კონსულტაციები. ინტენსიური თერაპია და სპეციალისტთა კონსულტაციები, რომლებსაც სახელმწიფო სხვადასხვა საპროცენტო მაჩვენებლებით სრულიად ან ნაწილობრივ აფინანსებს. ადამიანი მიმართავს თქვათ იმ საავადმყოფოს, იმ კლინიკას, იმ ექიმს, სადაც უნდა მან გაიკეთოს გეგმიური ოპერაცია, ის ექიმი და კლინიკა გაცემს ფორმა 100 და საგარანტიო წერილს არა, ანგარიშ ფაქტურას, ანუ კალკულაციას, თუ რა ჯდება ეს ოპერაცია. შემდეგ ეს ადამიანი მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს 30 დღის ვადაში. სოციალური სააგენტო ამ პიროვნებაზე გაცემს საგარანტიო წერილს, ანუ უფლებას ოპერაციის გაკეთების ჩატარების შესახებ. აღნიშნულ ფაქტით კმაყოფილებას ოზურგეთლებიც გამოთქვავენ. ძალიან კარგია ეს ახალი პროგრამა და მივესალმებით ამ პროექტზე, კარგი იქნება თუ გაგრძელდება კიდევ. ეს იქნება ხალხის ამოსუნთქვის საშუალება, თუ კი შესრულება არის მშვენიერი პროგრამა. 1 ივლისამდე სულ რაღაც 4 დღე რჩება და ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი მზად არის გურიის მოსახლეობას სადაზღვეო პაკეტის შესაბამისი სტანდარტის ფარგლებში უფასოდ მოემსახუროს.